გურამ როგორც იქნა ჩვენთან სტუდიაშია დავხადავთ ძალიან გვიხარია გურამ ჩვენს ვაგიდასთან ორი კვირა დაჭირდა რომ მოსულიყო ჩვენამდე მის ადვოკატი აქეთ დაიჯდეს გურამი გურამ მარცხნივ უნდა ყოფილიყავი აქ მე მგონი სტუმრობის შემდეგ ჩვენთან როგორ ხარ გურამ პირველ რიგში მოგესალმებით ადვოკატთან ერთად ნინო ჩალაძესთან ერთად მოგესალმებით მადლობა რომ აქ მომიწვიეთ უბრალოდ ვისარგებლეთ ამ კადრს ჩვენ სამეურნეობაში ამ მდგომარეობაში და ამ თემაზე სასაუბრად ერა ვიდრე ვისაუბრებთ კონკრეტულად ჩემს შესახებ საქმის შესახებ უბრალოდ რადგან აქ ვარ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს ჩვენს მაყურებელს რომელიც გულშემატკივრობს თანაგრძნობას მიგზავნის მუდმივად ყოველდღე ძალიან მაძლიერებთ ამით და მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ ასეთ რთულ მომენტში ერთად ძლიერები ვართ და ყველაფერს შევძლებ უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს მაყურებელს ყველას ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ რასაც გრძნობა ამ დღეების განმავლობაში თაუნათეონა ვერ წარმომედგინა თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა ახლაც საგამოძიებო უწყებაში რომ მივდიოდი ვინც კი შემხვდა გზად ყველა გვამხნევებს ყველა გულშემატკივრობს ჟურნალისტებს ზოგადად და რაც მიხარია ჟურნალისტების მიმართ ნდობა დაბრუნდა მე ასე ვიტყოდი და ამას გრძნობდა ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამ განწყობას რაღაცნაირად მართლა ვიცნობს ყველა გვაბარებს მოკითხოს გარდა იმისა რომ დაწუნებული ვარ გადავსებულია სოციალური ქსელით და მოკითხებით ეს არის იმ ადამიანებისგანაც ვინც ესე პერსონალურად ვერ გიგზავნა ეს მინდოდა მეთქვა უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას და თავს როგორ გრძნობ აქვე გითხარი და გადავიდეთ ხო რადგან აქ ვარ მაყურებელმა არ იფიქროს რომ უკვე შემიძლია მუშაობა უბრალოდ რადგან საგამოძიებო სამსახური ძალიან ახლოს იყო ფორმულას ოფისთან გადავწყვიტეთ რომ მოვსულიყავით სტუდიაში მაგრამ ჯერჯერობით ექიმები არ მაძლევენ იმის უფლებას რომ დაუბრუნდე ჩემს სამუშაო გრაფიკს ანუ რაღაცა დატვირთვა არ შეიძლება ძირითადად უნდა ვიყო სახლში მოსვენებით რეჟიმში და ფიქსატორი 5-იან რამდენიმე ექნება და მე შემიცვლიან უფრო სხვა ვერსიით ასე ვთქვათ უფრო მსუბუქი ვერსიით მოკლედ არ არის მარტივი პროცესი მოძრაობაც კი არ შეიძლება კი და აი რაღაცნაირად უნდა მოვერიდო მკვეთრ მოძრაობებს და არ დავტვირთო თავი ძირითადად უნდა ვიყო წოლით რეჟიმში და ვითვალისწინებ ყველა რეკომენდაციას იმიტომ რომ მჭირდება ჯანმრთელობა იმისთვის რომ ამ ძალადობის ფაქტის შემდეგ უფრო მოტივირებული დაუბრუნდე ჩემს საქმეს კი ბატონო ჩვენც ახლა არ გვინდა რომ ძალიან გამოძრაოთ და არ დაგვირთოთ ნინოსაც ვკითხოთ ნინო ჩალაძე არის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამ შემთხვევაში იცავს გურამ როგავას არა მხოლოდ გურამ როგავას სხვა კიდევ რამდენიმე მედიის წარმომადგენლის ინტერესებს ნინო გითხარით პირველ რიგში აი რას უკავშირდება ამდენდღიანი დაგვიანების შემდეგ დაზარალებულის სტატუსის მონიჭება და ეს ნიშნავს თუ არა იმას თუ ეს ნორმალურია არ ვიცი ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ წვდომას მოგცემენ უკვე ყველა მტკიცებულებაზე რაც ექნებათ მოგესალმებით პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვა და ამ თემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და რაც მეტად გაშუქდება ეს საკითხები მით უკეთესია რაც შეეხება კონკრეტულად გურამ როგავას საქმეს მოგეხსენებათ იგი დაზარალდა 29 ნოემბერს და იმავე დღეს მოხდა მისი გამოკითხვა მე მას კლინიკაშივე მივაკითხე და პირველივე დღიდან შეიძლება ითქვას რომ დაიწყო მისი სამართლებრივი პროცედურები შემდეგ უკვე 3 დეკემბერს მე როგორც მისმა ადვოკატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით და მოითხოვე მისი დაზარალებულად ცნობა რამდენიმე მუხლით ბარემ აქვე ჩამოვთვლი რა მუხლებით ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის და პირადად ჩემი კვალიფიკაციით ის რაც შემთხვევა გურამს იყო განზრახ-მკვლელობის მცდელობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა რომელიც შესაძლოა გაუთანაბრდა წამებას აგრეთვე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და უფლებამოსილების გადამეტება ეს ყველაფერი ჩამოვთვალეთ და აღწერე განცხადებაში და მივმართა შესაბამის ორგანოს რომელიც არის ამ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაგრამ ეს არ არის მუხლები რითაც გამოძიება აქვს დაწყებული ხო პროვოკაციაზე უწყებას დიახ ეს არ არის ის მუხლები რითაც არის გამოძიება დაწყებული იყო თავდაპირველად მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით შემდეგ ამას დაემატა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციაც შესაბამისად დღეს როდესაც ვიმყოფებოდით უკვე აი ამ 3 დეკემბრის პასუხად ჩვენ
მიგვიწვიეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სადაც ჩაგვბარდა პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და ამ დადგენილებაში არის ორი მუხლით კვალიფიკაცია მისი დაზარალებული სტატუსის, ეს არის 154 მუხლის მეორე ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, რაც ითვალისწინებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და მეორე ეს არის უფლებამოსილების გადამეტება საქართველოს სისხლის სამართლის რატომ არის სრულიად შეუფერებელი ჟურნალისტურ საქმეებში ხელშეშლა იმ კადრებთან, რაც ვნახეთ. მე მგონი ამ მუხლით ამის მაშინაც დაიწყეს გამოძიება, როცა თქვა ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტებს ეძახდნენ, შეძახილებით ხვდებოდნენ ქუჩაში, ესეც ჩაითვალა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაც და ხელკეტით მიზან მიმართული ჩართმა კისრის არის. სხვათა შორის დღესაც როცა გაგვაცნეს ეს დადგენილება, ნინომ შეახსენა გამომძიებელს ექიმების შეფასებები ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩით და ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობა შეიძლება იყოს მუხლი. აი, უყურეთ, უადგილო ნამდვილად არ არის, ჩვენ ამასაც ვითხოვდით, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ნამდვილად მოხდა და ამითაც გვინდოდა მისი დაზარალებულად ცნობა, უბრალოდ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მისი ხა აი როგორც ახლა თავად გურამაც ახსენა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რამდენიმე მილიმეტრით არის აცდენა, რომ სიკვდილი არ დამდგარიყო, ანუ ექიმის შეფასება იყო ასეთი. ხო, შესაბამისად ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში იღბლიანი არის გურამი, რომ რაღაცა ისეთი შედეგი არ დადგა და რა თქმა უნდა კვალიფიკაცია უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ისეთივე ანუ შესაბამისი მუხლებით, როგორიც იყო ქმედებები. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში შედეგი გვაქვს ის, რომ როდესაც გამოძიება არის დაწყებული არასაკმარისი კვალიფიკაციით, რა თქმა უნდა ჯერ არავინ არ არის დაკავებული პირობითად, მაგრამ თუ კი დაკავდება ესა თუ ის სპეცრაზმელი თუ სამართალდამცავი, ხო? შედეგი გვექნება ის, რომ უფრო ნაკლები სასჯელი იქნება პასუხისგებლობისთვის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ხო, თუ საერთოდ იპოვეს, ეს ცალკე საკითხი, ამასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხო, თავად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს რესურსი, რომ დაადგინოს ეს პირი, თუ არ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენებები, ვის ჩამოართმევს ჩვენებებს, ვინ რას ეტყვის მას. ამასაც დავაზუსტებთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებაში არ შედის ის, რომ ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია დაზარალებული სტატუსთან დაკავშირებით დაამატოს, ეს არის საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება, შესაბამისად ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ მივმართოთ საქართველოს პროკურატურას და შესაბამისად დავამატოთ აი ეს მუხლები, რომელთა შესახებაც მე ვისაუბრე. რაც შეეხება ახლა იდენტიფიცირებას, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი სამართლებრივი კომპონენტი, რომელთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ქვეყანას სახელმწიფოს, როცა ის წარმოდგენილია სამართალდამცავების სახით აქციებზე, ევალება, რომ სამართალდამცავები იყვნენ იდენტიფიცირებადი და საქართველოს წინააღმდეგაც არსებობს უკვე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რომელიც ერთ-ერთ პარაგრაფში ჩვეულებრივად წერს პირდაპირ, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავების სამკერდე ნიშნებით იყვნენ იდენტიფიცირებადი, რადგან იმ შემთხვევაში თუ კი რაღაც დანაშაული იქნა ჩადენილი, მარტივად მოხდეს ამ ყველაფრის გაშიფრვა, ხო? და როდესაც არ გვაქვს ეს იდენტიფიცირება სახეზე, ესეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ამიტომ ეს ორმაგი გამოძიების სტანდარტი ევალებათ აქედან გამომდინარე. გურამი თქვა სამართლებრივი მხარე მოვისმენთ, გითხარი როგორ აღიქვე ადგილზე პროცესი, არ ვიცი, კითხვები, რომელიც დღეს დაგისვეს, კომუნიკაცია, ამ დროს ყველა დეტალი საინტერესოა და აჩვენებს არიან თუ არა რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად. ხო, ან ზოგადად ფორმალური იყო ძალიან. ფორმალური იყო, დღეს უბრალოდ გაგვაცნეს ფორმალურად ის დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია, მანამდე გამოკითხვაზე დაისვა ყველა კითხვა, მე აღწერე ზუსტად ეგ პროცესები. ყურადღება მიიქცია ბოლო ეპიზოდმა, მაგრამ მანამდეც იყო ჩვენზე ძალადობის ფაქტები, როცა მაგალითად ჯონი ბაკურიძეს ჩვენს ოპერატორს ხელში უჭერდნენ. კადრებს როდესაც იღებდით და მოგათრევდნენ იქიდან ძალადობით ასე. დააზიანეს, ეს კიდე ცალკე ეპიზოდია, ხო? კი, ფორმალურად მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ მე დღეს რის გამოც პროტესტი გამიჩნდა, მაგალითად ვიკითხე, ვინ გამოკითხეთ? ჯერ არავინ გამოკითხავთ, 18 დღე გავიდა. ვიკითხე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები თუ ამოიღეთ, მე თავიდანვე როცა პირველ დღეს ყოფაში დამკითხეს გამომძიებელს ხაზგასმით უთხარი, რომ იქ არის უამრავი კამერა, იქ არის თბილისი მერიოტი, სხვადასხვა კერძო კომპანიების დაწესებულებები, ხო, ოფისები, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი კამერებისა, რომელიც რუსთაველზე არის უპრეცედენტო რაოდენობით. შენ რომ ჩაგარტყა მას შემდეგ სად გადაადგილდა ეს ადამიანი, არის მარტივად შესაძლებელი დაადგილო. აი, ტოვებს ამ ტერიტორიას და იქ კი ნიღაბი უკეთია, მაგრამ მე რო გაიქცა იქნებ, სადმე მოიხსნა ეს ნიღაბი, ვის შეუერთდა, სად მივიდა, ეს ყველაფერი ჩანს აქ კამერებში. ხა პასუხი რა იყო დღეს?
რომ მიმდინარეობს გამოთხოვის პროცესი. 18 დღეა და მიმდინარეობს გამოთხოვის პროცესი. და რა ვიცი, აბა წლების შემდეგაც იტყვიან, ალბათ მიმდინარეობს კითხე გამოძიებელს შეგიძლიათ მითხრათ თარიღი, როდის მოითხოვეთ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება. აი, როდის მიმართეთ, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს იყო პასუხი, რომ სამწუხაროდ არ მახსოვს. ჩვენ ხვალ დავწერთ განცხადებას, რომ მოგცენ უფლება გავეცნოთ ამ მასალებს და მათ შორის ამ დოკუმენტაციასაც ვნახავთ, მაგალითად, როდის იყო ეს მიმართვა, რაც მინდა დავაზუსტო, ჩემი კონკრეტული ინტერესი ახლა არის კერძო კომპანიების, კერძო დაწესებულებების სათვალთვალო კამერების ამოღებისთვის, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცით, ასეთ შემთხვევებში რას აკეთებს, ხო? იტყვის რომ რაღაცა გაგვიფუჭდა იქ იმ დროს, როცა გურამ როგავას ხერხემალში დაარტყეს, იქ ჩვენი ათასობით კამერა რაღაცნაირად უეცრად გამოირთო და არ მუშაობდა. და ასეთები გვახსოვს კიდეც. კი და ასეთები ასევე ლექსოლ აშკარავას შემთხვევა გვახსოვს, როცა მათ პროპაგანდას დასჭირდა ბინძური რაღაცა მითების აგორება, რამდენიმე საათში გამოაგორეს ეს ტრაექტორია. კი, და ტრაექტორია და მთელი სურათი აჩვენეს და ეხლა ჩემს გამომძიებელს უთხრეს თურმე რომ ხო რაღაცა უნდა დაველოდოთ მიმდინარეობს ამოღების პროცესი და 18 დღე გავიდა, მაგრამ გარდა ამისა მე საგამოძიებო უწყებასთან მექნება ძალიან მკაცრი მოთხოვნა გასაგებია შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენ რომ არ გადმოგცემთ ამას დროულად და საერთოდ გააუქმებს და რაღაც მოიგონებს რომ ტექნიკური ხარვეზი არ არსებობს ჩანაწერი, მაგრამ საგამოძიებო უწყებისგან მე ვითხოვ რომ იმ დაწესებულებებს მაღაზიები იქნება, კაფეები, სასტუმროები თუ სხვა რაღაცა პუნქტები, მათ ამ დრომდე რატომ არ გამოითხოვეს, იმიტომ რომ მათ ასევე კანონი არ ავალდებულებს ამ ჩანაწერების ხანგრძლივად დაარქივებას და აი ეს მიჩენს ეჭვებს, რომ რადგან ამ დრომდე არ გამოითხოვეს, ამ ვადის გასვლას ხომ არ ელოდებიან, რომ მე ამ კერძო კომპანიებმა თქვან, რომ გავანადგურეთ ეს ჩანაწერები და არ არსებობს. ვიცით, აი რამდენ ხნიანი ვადა აქვთ კანონით ვიდეო მასალების შენახვის არსებობს რაღაც ასეთ რეგულაცია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ უკვე წაშლილიც კი შეიძლება იყოს ვისთვის არსებობს უფრო სწორად. კერძო ობიექტებთან დაკავშირებით ყველა შეიძლება ინდივიდუალურად კონდეს, თუმცა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მტკიცებულების ნაკლებობა ეს საქმე არ განიცდის, იმიტომ რომ რეალურად პირდაპირ ეთერში მოხდა ის ინციდენტი, ამის ვიდეო კადრები არის ინტერნეტში გავრცელებული, გასაგებია რომ დამატებითი მტკიცებულება იქნება ის როცა ამოიღებენ ვიდეო კამერების ჩანაწერს, თუმცა ისედაც გვაქვს ვიდეო მასალები, რომელიც გავრცელებულია და გარდა ამისა გვაქვს მტკიცებულება სამედიცინო დოკუმენტაციის სახით, რომელთან დაკავშირებითაც ასევე გამოძიებელმა გვითხრა, რომ მიმართავენ კლინიკას და შესაბამისად ამოიღებენ ამ სამედიცინო დოკუმენტაციასაც და შემდეგ უკვე ექსპერტიზა ჩატარდება ამის მიხედვით. ხო, მე ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩამტარებია და ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანია, დღეს საკუთარი ინიციატივით მივიტანე საგამოძიებო უწყებაში 18 დღის შემდეგ და ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ხო, რომ კი დღეს ასევე მითხრა გამომძიებელმა, რომ თქვენს შესახებ უამრავი ვიდეო არსებობს სოციალურ ქსელში და ისედაც ცხადი არ ამოხდა, მაგრამ ჩემთვის ვიდეო სათვალთვალო ჩანაწერები არის იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ეს ტრაექტორია შესაძლოა ვნახოთ, ეს ადამიანი შემდეგ სად გაიქცა, ვისთან მივიდა, რომელ დანაყოფს შეუერთდა და ასე შემდეგ და ასევე მნიშვნელოვანია რომ მე არ მჯერა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის ვინ იმალება ამ ნიღბის უკან იქ ყოველი ოპერაციის შემდეგ სპეციალური პატაკი დგება და ასე შემდეგ აბარებენ ასე ვთქვათ ანგარის იქ როგორ ჩაიარა ოპერაციამ და ვინ რა ასე ვთქვათ მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა ძალიან კარგად იციან მათ ვინ არის ის პირი ვინც მე სასიკვდილოდ გამიმეტა ხო ტყუილია ეს რომ ეს ახლა გაუჭერდება რადგან ეს ნომერი არ ქონდა და იდენტიფიკაცია შეუძლებელია ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის ძალიან კარგად იციან ისინი აბარებენ ამის შესახებ ანგარიშებს ყოველი სპეცოპერაციის შემდეგ. უბრალოდ დავაზუსტებ ახლა ადვოკატმა ახსენა რომ თავიდან ითხოვდა განზრახულობის მცდელობის მუხლით ამ საქმის დაწყებას. მანამდე ასევე ახსენა ეს ამბავი რაც მოხდა ოპერატორთან ხო ჯონი ბაკურიძესთან დაკავშირებით ჭიჭინაძის ქუჩა იყო ხო ზემოთ სადაც გადაიღე ამ თუ ჩიტაძის ქუჩაზე ამ შავფორმიანების მოძრაობა ფიქრობ რომ რაღაც ანგარიშწორებას ჰქონდა ადგილი დავალება შეიძლება და ყოფილიყო. კი, ჩემი მისია მე ხომ იქ არ მუშაობდი და 1 და 2 საათის განმავლობაში რაღაც მთელი საღამო, ღამე, დილამდე იქ ვიყავი, ვიდრე არ გამთიშეს. და მთელი ეს პროცესი როცა მე ჩართვა მქონდა, ხო, ამ ვიწრო ქუჩებზე პარლამენტის ირგვლივ ვცდილობდი მომენახა ეს ეგრეთ წოდებული შავი კაცუნები, სად იყვნენ ბაზირებულები და მივაგენით, ხო, მე და ჯონი, აი ჩემი მისია ყოველი ჩართვისთვის იყო, რომ მენახა ეს ადამიანები, რომლებიც ვიზუალურად გააუდნენ კრიმინალებს, ვერანაირად ვერ მიხვდები, რომ პოლიციელები არიან, იმიტომ რომ არანაირი
წარწერა არ აქვს, არანაირი საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვს. შესაბამისად, ჩემი ინტერესი იყო მივსულიყავი მათთან, მე გკითხა, რატომ ხართ აქ, რატომ ხართ ასე ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი, რატომ იმალებით, რა მისია გაქვთ? გვაჩვენებდი ამას პირდაპირ ეთერში. ეს ხდებოდა პირდაპირ ეთერში, ოღონდ ამას მე ჩანაწერით კი არ ვაკეთებდი, პროდიუსერს ურეკავდი საეთეროში და ვეუბნებოდი, რომ ვიპოვე ახალი ლოკაცია, მივაგენი სად არიან შეკრებილები, ჩამრთეთ ეთერში ვიყავი, ვიწყებდი ლაპარაკს და ვაჩვენებდი ამ სურათს და ამის გამო სხვათა შორის უხერხულობა, დისკომფორტი შევუქმნით, როგორც კი მთავრდებოდა ეს ლაივები ყოველ ჯერზე ამ ჯგუფს, რომელსაც ვაჩვენებდით პირდაპირ ეთერში, მე გადამალავდნენ სადღაც ეზოში შეყავდათ და რა თქმა უნდა ეს მათთვის დისკომფორტი იყო, იმიტომ რომ ვაჩვენებდით, რომ ესენი იყვნენ იარაღებით და სპეციალური აღჭურვილობით და მე მათთან მივიდიოდი და ვეკითხებოდი, რომ წარმოადგინეთ, რომელ დანაყოფს წარმოადგენთ, პოლიციელები ხართ თუ კრიმინალები, იმიტომ რომ ისინი არა მხოლოდ გამოიყურებიან როგორც კრიმინალები, არამედ მოქმედებენ როგორც კრიმინალები და ზუსტად ამას ვაჩვენებდი მაშინ, როცა ჩამარტყეს, როცა იქ 10-ზე მეტი ეს შავი კაცუნა იყო წრეში და შუაში მომწყდეული ყავდათ ერთი მომიტინგე, რომელიც რამდენიმე წამით ადრე იქ გამოვიდა რუსთაველზე აი ამ ჟესტით, რომ მე ვარ შეუიარაღებელი მშვიდობიანი მომიტინგე და ზუსტად ამ დროს მას დაესხნენ თავს და ჩაქოლეს და ამას ვაჩვენებდი ზუსტად, რომ პოლიციელები იქცეოდნენ როგორც კრიმინალები, თუ არის სამართალ დარღვევა დააკავე ეს ადამიანი, წაიყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში და რატო არის საჭირო რომ ეს ჯგუფურად ჩაქოლო, ხო? აი ამას უკავშირებ მოკლედ შემდეგ უკვე რაც მოხდა და როგორც კი გურამ რომ და მანამდეც ვიღებდი თეო შენ ციცით ამუნა, მანამდეც მე მუხარებს ვიღებდი ქართული ოცნების მხრიდან იმის გამო რომ მათთვის არასასურველი რაკურსით ვაჩვენებდი მარტივ ფორმულაში მათ საარჩევნო კამპანიას. ხო და მუხარები მუდმივად იყო და იმ დღესაც იყო კონკრეტულად შავი კაცუნებისგან ბოლო ეპიზოდში მე მესმოდა ჩემი გვარი როგავა შენ დღეს ესა და ეს მოგივა ამ სიტყვას ვერ გავიმეორებ. არ მივაქცია იმ მომენტში ყურადღება, მაგრამ როგორც ჩანს ეს მუხარა შესრულდა, აი ეს რაღაც ქაოსი გამოიყენეს იმისთვის, რომ მე დავესაჯეთ და ამის მიზანი ის იყო, რომ დავეშინებინეთ და დამფრთხალები უნდა ვიყოთ ჩვენ მათი წარმოადგენით, პირიქით უფრო მოტივირებულები ვართ და რა ვიცი, რაღაც პერიოდი ხო გაივლეს და რეაბილიტაცია დასრულდება, უფრო მოტივირებული დაუბრუნდები ჩემს პროფესიას. აი ამ შეკითხვაზე მეც დავამატებ. კი, და შევაჯამოთ და დავასრულოთ. რეალურად რა თქმა უნდა ის ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა სწორედ იმიტომ რომ არის ჟურნალისტი, იგი იყო იდენტიფიცირებადი და ნუ ეს საქმის მასალებში სპეციალურად ყავს ხაზგასმული რომ იგი იმყოფებოდა მიკროფონით, იცოდნენ რომ კამერით იყო, აფიქსირებდა და სწორედ ამან გამოიწვია გაღიზიანება იმ სამართალდამცავების, რადგან პირველ ეპიზოდში ვნახეთ რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სწორედ მისი გამოთრევით მოხდა იქიდან. და შემდეგ უკვე ეს ანგარიშწორებაც ვიხილეთ. ასევე ზოგადად მინდა რომ შევაჯამო იმ თვალსაზრისით რომ სხვა საქმეებშიც მე წარმოვადგენ არაერთი ჟურნალისტის სამართლებრივ ინტერესებს და რეალურად ყველგან გვაქვს ეს ერთი და იგივე ანგარიშწორების ტექნიკა სამართალდამცავების მხრიდან. უმეტეს შემთხვევებში ჟურნალისტები არიან იდენტიფიცირებადი, მათ აქვთ ლოგოები, აი მაგალითად დავით საგარელის შემთხვევაში მას ეცვა ფორმატს თავისი მედიის და ჰქონდა მიკროფონიც, კამერაც და ასე შემდეგ. ხო, თუმცა სამწუხაროდ დღეს ვართ ქვეყანაში, სადაც პირიქით წარწერა პრესა ნიშნავს რომ სამიზნეში ხარ და ვერ გაგვირკვევია, უნდა გვეწეროს პრესა თუ არ უნდა გვეწეროს, თქვათ შორის უცხოელმა ჟურნალისტებმაც მკითხეს, როგორ ფიქრობთ, უნდა ეცვათ საქართველოში უნიფორმა უცხო და გამიკვირდა ეს კითხვა და კითხვითვე დაუბრუნე პასუხი, რატომ მეკითხებით ხო? და აი რაღაცა ესეთი წარმოდგენა აქვს 10 დღეა რაც აქ მუშაობ აქციებზე და ასე მგონიაო რომ პირიქით პრესა რო გაწერია სამიზნეები ხართო. ეს მითხრა ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა, რომელიც საკუთარი თვალით, აი საკუთარი დაკვირვებით ეს დასკვნა გამოიტანა და ნამდვილად ასეა სამიზნეები ვართ სამწუხაროდ. ამიტომ მინდა რომ მედიის წარმომადგენლებსაც მივმართოს ზუსტად ერთი სიტყვით, რომ აი ყველა დარღვევა მათ წინააღმდეგ, რასაც შეამჩნევენ, აუცილებლად არ დატოვონ უყურადღებოდ, რადგან ყველაფერი საჭიროებს სამართლებრივ აღწერას და მოგვმართონ თუნდაც ადამიანის უფლებათა ცენტრს, ჩვენ გვაქვს პროექტი Deutsche Welle-სთან და მედიის განვითარების ფონდთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს ხარისხენი მედიის და მოხმარებას მედეგის საზოგადოებისთვის, ეს არის პროექტის სახელწოდება და ვეხმარებით ყველა ჟურნალისტს, აი დღესაც ერთ-ერთი ჟურნალისტს გავყევი გამოკითხვაზე და მეუბნებოდა რომ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ყოველივეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამართლებრივად თითოეულ საკითხს დოკუმენტირებდეს. ნინო, ძალიან დიდი მადლობა.